ტექნიკა არ აქვს, არაფერი არ აქვს და აი ამ პრიმიტიული ტექნიკის ფონზე მუშაობდი და საქართველოს ტელევიზია მაშინ ერთ-ერთი საუკეთესო იყო კავშირში. დღეს სხვათა შორის ეთყობა ან სიყვარული გვაკლია, ან ენთუზიაზმი, რომლითაც ამ 40 წლის წინათ დავიწყეთ მუშაობა და მოვდივართ. დღესასწაული გიულოჩო ჩემს კოლეგის სოფობის რეგიონის დღესასწაულების ტელერეპორტაჟების ჩვენი რედაქციის მსახურობა. როდესაც გაიხსნა კინო გადამღები ჯგუფი ასეთი, ჩვენ იმ პირველ დღიდან ვარ მაგ ჯგუფში. ჩვენ ვართ კინოს მოწაფეები. იმიტომ რომ ჩვენ კინოდან ვისწავლეთ ეს ჩვენ ყველაფერი, რაც მოვიტანით ტელევიზიაში. ტელევიზია დაიწყო კინოთი. არა იმიტომ ინფორმაციით, ჩანართებით, იმიტომ რომ იყო ძალიან სუსტი ტექნიკა და გარეთ არ გავდიოდით. 40-მ სტუდიაში ვიყავით და გარეთ ახედები, ჩანართები ვიღებდით ჩვენ. კონცერტები, რა თქმა უნდა, სპექტაკლები. აი რაც არის დღეს ფონდი, პირველი ფონდი ტელევიზიის გადაღებულია ჩვენ კინოჯგუფის მიერ. პირველ რიგში რა თქმა უნდა ახალგაზრდებს უსურვებდი იმას, რომ რაც ტრადიციები საერთოდ აი 40 წელში დაიმყარა, დავიწყებული არ იყოს. როგორმე შეძლონ მის მასი გაგრძელება ამ ტრადიციების. და მეორე იმას, რომ მაქსიმალურად ეცადოს საქართველოს ტელევიზია, მთელი კოლექტივი, შემოქმედებით კოლექტივი, ისეთი გადაცემები გააკეთოს, რომ მაყურებელი აი ასე რო ითქვას, უბრალო კი არ უყუროს და სიხარულით უყუროს და სახლშიც კი ტაში დაუკრას. ეს ხო მატიანია, რასაც ჩვენ ვიღებთ ახლა. ეს ხო მატიანია. აი გააგრძელეთ ეს მატიანი. დიდხანს იცოცხლეთ. რითია თქვენი გადაცემა საინტერესო მაყურებლისათვის? ჩვენი გადაცემის ძირითადი თემა მოგზაურობა, მოგზაურები და ყველაფერი მოგზაურობის ირგვლივ. ალბათ ამით. გასაგებია. რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით? ალბათ ყველაზე დიდი კურიოზი ის არის, რომ მე ახლა აქ ვარ. გასაგებია. აბა სად გინდა იყოთ? თუ დომაზეა საქმე, სიამოვნებით სადღაც იახტით თბილ ქვეყნებში. ტელევიზიას რას უსურვებდით? ტელევიზიას, საქართველოს ტელევიზიას უსურვებდი, რომ ყოფილიყოს ყველაზე ქართული ტელევიზია მთელ მსოფლიოში. დიდი მადლობა. ტელეცენტრი და ტელესტუდიის ყველა თანამშრომელი, როგორც ახლო ნათესავები, დღემდე ისე შემოვრჩით ამ ქვეყანას. საქართველოს ტელევიზია 40 წლისა.